ძალიან პოზიტიური შედეგები ჩაიხურა გუშინ. ძირითადი საფონდო ინდექსები, თუ გადავხედავთ S&P 500-ს, 1%-ზე მეტი 8% მეტად დაიხურა S&P 500, Dow Jones-ი არის 14% მეტად დახურული და თითქმის 2%-იანი ზრდა აჩვენა Nasdaq-მა. არ მოეწონა ევროპას, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა სამდღიანი ვიზიტის შემდეგ დატოვეს საფრანგეთი ეტყობა და აგერ 34%-ით მცირედი შემცირებულია STOXX 600 ევროპის ფლაგმანური ინდექსი, რაც შეეხება უკვე გახსნილ ბირჟებს 43%-ით შანხაი კომპოზიტი და 2% არის გაზრდილი Nikkei. ანუ ევროპის, იაპონიის საფონდო ბირჟა. საკმაოდ საინტერესო ვითარება გვაქვს ნავთობთან დაკავშირებით. ნედლი ნავთობი არის თითქმის $76-ზე და $79-ზე არის ბრენტი, რაც იმას მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ირანს და შეერთებულ შტატებს არის ხელმოწერილი და 30 დღის განმავლობაში რაღაც ამდაგვარი უნდა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, მაინც $80 ნიშნულთან არის ძალიან ახლოს ბრენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარს ბოლომდე ნდობა არ აქვს მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებისა. ერთადერთი რამაც დრამატულად კიდევ დაიკლო არის ურალსი, რომელიც $64-ზეა და დრამატულ კლებაში რაც შეგვიძლია ვნახოთ და ეს ნამდვილად დიდი ვარდნა არის ის რაც ხდება ოქროსთან დაკავშირებით, უნცია 4153-ზეა და ვერცხლი, რომელიც იკლებს მთელი ამ ხნის განმავლობაში და ეხლა არის $64 ფარგლებში. რაც შეეხება კრიპტოვალუტებს, აქაც ვერ ვიტყოდი რომ რაიმე ტიპის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ისინი აკვირდებიან სამშვიდობო შეთანხმებას 62,000 ნახევარზეა ბიტკოინი, 1690-ზე გახლავთ ეთერიუმი. თუ გადავხედავთ წამყვანი კომპანიების მდგომარეობას ამ წუთისთვის, თითქმის ყველა წამყვანი კომპანია Nvidia-დან დაწყებული ვიდრე Amazon-ის ჩათვლით არის ზრდაში და ეს არის პრინციპში ხუთეული, რომელიც შეადგენს წამყვანი ტექნოკომპანიების ლიდერ კომპანიებს, რაც შეეხება SpaceX, მან თავისი ფენომენალური სტარტის შემდეგ უკვე 3.56-ით იკლო. ამ შემთხვევაში იკლო ფასში. ასე რომ ტექნოლოგიური კომპანიები აი ამ ვითარებაში აგრძელებენ ვაჭრობას და ფაქტია, რომ TSMC-საც გადაასწრო SpaceX-მა და Broadcom-მაც და მადლობა CoinMania-ს, რომ არიან ჩვენთან ერთად და გვეხმარებიან ამ ყველაფრის წარდგენაში. სხვა შორის ორშაბათიდან CoinMania-სთან ერთად ჩვენი პარტნიორების რიცხვი გაიზრდება და ამას უკვე ორშაბათიდან მოგახსენებთ.